ძრავების და საბურავების ხმა და ადრენალინი. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი კიდევ ერთხელ იქცა ადგილად, სადაც ავტოსპორტისგან მიღებული ემოცია ტრასას გასცდა. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გამართული წრიული რბოლის ჩემპიონატის მესამე ეტაპის პარალელურად ღონისძიების მხარდამჭერმა თეგეტა მოტორსმა ავტოდრომი თეგეტა ფესტად აქცია. ფესტივალად, სადაც სტუმრები ავტოსპორტის სამყაროს არა მხოლოდ ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს, არამედ თავადაც მისი ნაწილი ხდებოდნენ. საქართველოს სპორტის სამინისტროსთან, საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან ერთად თეგეტამ შექმნა თეგეტა ფესტივალი, სადაც უმასპინძლეთ ჩვენს მომხმარებლებს, სტუმრებს და ადრენალინის მოყვარულ ადამიანებს, მათ შორის ძალიან მცირეწლოვანებს და მათთვის შევქმნით გარემო, სადაც კვირა დღეს განტვირთვას მიიღებდნენ, გაერთობოდნენ, დაისვენებდნენ და მიიღებდნენ ასევე ბევრ ადრენალინს. ჩვენ საერთაშორისო პრემიუმ პარტნიორებთან ერთად შევთავაზეთ სხვადასხვა სივრცეები, სადაც ინტერაქტიული თამაშობები იყო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, მოზარდებისათვის, სრულწლოვანებისთვის და ეს სივრცე შეიქმნა იმისთვის, რომ მიიღონ სხვადასხვა ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოებაზე, მიიღონ ინფორმაცია სწორად მართვაზე და ასევე გამოსცანონ საკუთარი ადრენალინი, მათ შორის შეეჯიბრონ პროფესიონალურ ავტომობილელებს. ფესტივალის კონცეფცია რეალური პიტსტოპის იდეას დაეფუძნა იმ გადამწყვეტ წამებს, როდესაც ტექნოლოგია, სისწრაფე და გუნდური მუშაობა გამარჯვების ბედს წყვეტს. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდა ფესტივალის მთავარი გზავნილიც, ადრენალინთან ერთად უსაფრთხოება, რომელზეც თეგეტა მოტორსმა იზრუნა. ავტოდრომზე არაერთი ინტერაქციული ზონა მოეწყო. რბოლის სიმულატორები, რეაქციის ტესტერები, სამუხუჭე სისტემების დემონსტრირება, საერთაშორისო პარტნიორი ბრენდების სივრცეები და მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებსაც დაეთმოთ, მათ ბალანს ბაიკებითა და პულტიანი ავტომობილებით საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მთავარი მიზანი ავტოსპორტის პოპულარიზაცია და მის გარშემო ახალი გამოცდილების შექმნა იყო. დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ეტაპი წრიულ რბოლაში. ძალიან სანახაობრივი შეჯიბრი გამოგვივიდა, ძალიან ბევრი აქტივობით, ყველა მაყოფილი იყო, რბოლელები, მაყურებლები, კომპანიები ჩართული და ასე შემდეგ და რა ვიცი, ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ყოველ მომდევნო რბოლა უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის დიდი კომპანიების ჩართულობა ავტოსპორტში კი არა და ყველა ნებისმიერ სპორტის სახეობაში, თუმცა თეგეტამ ზუსტად ის პროფილი იპოვა, სწორი მიმართულება ავტოსპორტის, სადაც პირდაპირ დამერჯილი არის მისი ბრენდი ქართულ ავტოსპორტში. ფესტივალის პარალელურად მთავარი სანახაობა ტრასაზე ვითარდებოდა. ჩემპიონატის მესამე ეტაპზე მრბოლელები თითოეული წრისა და თითოეული ქულისთვის იბრძოდნენ. დაძაბულმა ბრძოლამ მაყურებელს სანახაობრივი გასწრებები და მაღალი სიჩქარე შესთავაზა, ხოლო მონაწილეებისთვის ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა საკუთარი ოსტატობა და გამოცდილება რეალურ შეჯიბრში დაემტკიცებინათ. ავტოსპორტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ყოველთვის ძალიან დიდ დროს უთმობ ავტოსპორტს. ყოველთვის ვცდილობ, რომ მეც წესრიგში ვიყო და მანქანაც წესრიგში იყოს. რუსთავის ავტოდრომიც სამწუხაროდ ერთი ავტოდრომი გაქვს და ვისურვებდი, რომ კიდე ბევრი ავტოდრომები ყოფილიყო საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში არის. სპონსორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. წელს ბევრად გაუმჯობესებულია სიტუაცია, მაგრამ ვისურვებდი კიდე უფრო გაუმჯობესებული იყოს. თეგეტა ფესტმა ერთ სივრცეში გააერთიანა სიჩქარე, ტექნოლოგია, ინოვაცია და ოჯახური გართობა. სწორედ ამ ფორმატით შეეცადა ღონისძიება. ავტოსპორტი მხოლოდ სანახაობა კი არა, გამოცდილებაც გამხდარიყო. სანამ ტრასაზე გამარჯვებულები ვლინდებოდნენ, ფესტივალის სტუმრები ავტოსპორტის სამყაროს სხვადასხვა ფორმით ეცნობოდნენ და მის ემოციას თავადაც იზიარებდნენ. სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა ღონისძიებაც. ავტოსპორტი მხოლოდ საყურებელი სანახაობა კი არა, ყველასთვის ხელმისაწვდომი გამოცდილება გამხდარიყო და მომავალში თეგეტა ფესტი ქართული ავტოსპორტის კალენდრის ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრებულიყო. BMG და თეგეტა ჰოლდინგი წარმოგიდგენთ. BMG Autos.